მოგესალმებით. დღეს არის ერთ-ერთი განსაკუთრებულთაგანი დღე ჩემს ცხოვრებაში. დღეს 17 წლის შემდეგ ჩვენი კლასელები ვიკრიბებით შესახვედრად და საქეიბად. ჩემთვის ეს პირველი შეხვედრა არის, რაც სკოლა დავამთავრე, რა ხა მე ბოლო წელი არ მისწავლია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 10 კლასი გავატარე ამ ადამიანებთან ერთად და ძალიან განსაკუთრებული სიყვარული და გრძნობი მაკავშირებს ამ ადამიანებთან და წელს ისე მოხერხდა რაღაც ყველაფერი ისე განეწყო, ეს პლანეტები და სამყარო ისე განეწყო, რომ ჩვენ შეგვეძლო შევკრიბილიყავით ყველა, დავემთხვიეთ ყველა ჩამოვედით საზღვარგარეთიდან სხვადასხვა ადგილებიდან და ესე დღეს ვიკრიბებით ჩვენს დედაქალაქ თბილისში. ცოტა ხანში ჩვენ ყველა ისევ ერთად ვიქნებით ამდენი წლის მერე და გავიხსენებთ ბავშვობას. ასე რომ გამოგვყევით და დღეს განახებთ ჩვენს ურთიერთობას 17 წლის შემდეგ. შეც გამოჩნდები, შეც. ახალი მოსულები ვართ. შეხვედრის მომენტი რა თქმა უნდა ვერ გადავიღე ვინაიდან ოპერატორიც მე ვიყავი და წამყვანიც, მაგრამ ძალიან ემოციური იყო ჩემთვის და მათთვისაც დარწმუნებული ვარ ჩვენს ბავშვობას რომ ჩავხედე თვალებში და ყველა მათგანი ისევე ერთად დავინახე. ამ დროს ცოტა ჯერ კიდევ ვერ ვანალიზებთ მგონი სიტუაციას და თავარი არ იციან რომ სიურპრიზი მომიტანებ მათ. ჩვენი დღევანდელი სიურპრიზი მოვიდა, ჩვენი დამრიგებელი, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს გვერდით იყო და გვასწავლა ძალიან ბევრი ლირებულები და ჩამოგვაყალიბა ადამიანად. Quando chega da გამარჯობა, მე ვარ ნინო ბერიძიშვილი. გამარჯობა, მე ვარ თამნა ლუაშვილი. კაი, შენ სახელი და გვარი. სახელი და გვარი. მე ვარ სოფო აფრიამაშვილი. სახელი და გვარი. კი ბატონო. ჩემ ვინაობაზე დაკავშირებით მიმართეთ პრეს სამსახურს დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან. დაიმახსოვრეთ. გიორგი გამბელიშვილი. და გამოქვლის სახელი. მე სახელად გამდელა. ეკა ისე. თაზო რამაზაშვილი. გიორგი სანაია. გიორგი მჭედლიშვილი, ჯორჯი უზნაიდი. ამ გადარეულების დამრიგებელი ხალხური ნაირეტორი. ზურა ჯამასუშვილი, მე სახელად ტვინა. Am încercat să vă studiați me. Web kholuashvili. Aya, web kholuashvili me dato vardiyashi. Dato vardiyashi. ნატა ძულიაშვილი. აი ნაირა მასაების საფუძველი ბოლომდე ვსვათ, ხო? კი. Какие маджес наира მასწავლებელა.
აი მენახშირე ბიჭი. ბოლო ჯარზე გასოტრუგო იწყება. მე ნატო ჩავთე ლეილა მარიცო და ისე ჩავთე. კი, ჩემი ვიდეო. ჩავთე და ვინე გოგო ცოტანი ლეილა. ზედა ეწერა თვითონ პირდაპირ იყო, ხო და? მე მგონი ხა ეწერა პირდაპირ იყო. ლეილა გაგიჟდა. ეგ მახსოვს. იმიტომ ეგ ემოცია ხაც მოხდი. როჟე დაპირეს გამოვიპირე. ნატო ესწრებდა ესა ძველიშვილმა თქვენი პარალელში დამთავრა. ნატო ძველიშვილი იყო ჟურნალისტთა კარტის დამჯერებელი. მახსოვს, კი. და ქრისტე ამითხრა რომ გაგიჟდა ეგრეთ ქოჭო ეს მსახიობების ადნახე. აუ ახალ წელს მქონდა 31-ში დარბაზში რო მქონდა სახალხო კონცერტი. ყველაფერს მე ის რო ვიყავი, მეზოვე. აი, წერზე შარი რო ქონდა ჯეოგრაფია. მე რო ვიყავი, ის იყავი, შენი მეზოვე. სარე ვიყავი. მაყალას თამაშობდა. თუ მაყალა. ჩვენ ბედათვინა ვიყავით იმ სკეჩში, შუა ქალაქში რო იყო. ეგეც ხო დავფიქრება. მოაკალა შევიდა. დაიცა ის რომ დათოვარდიაშვილი და დირექტორ ნაჩხურები რო შევარიგე თავიებები. შორიდა ვერაბედა ესა. არა, კაცო, მაბრაზები. მე მგონი მე გაბრაზებდი. ისა ლაივში ხა? კი, ხარალაი. ნინო გუგანში 7 წელი ვარ დამდგებელი და მე მე-12 შემდეგ რო გავუშვა ხოლმე და მე-11-ში არიან ახლა. ხო და მათ რომ ვუამბობ თქვენზე იმ ალბომს დავიდებ ხოლმე წინ და ეს ეშვებიან. აი თმა რა ხდება თმა რა ის კაბით რო დგას რომელიღაცა ბიჭი კიდე ბოლო კაბით და ბურთს არ ყავს მგონი. ხო და ნუ რა ვიცი იმ მოგონებებით მიყარხარ ამ მოგონებით ცხოვრობ და ვცდილობ რომ აი როგორები იყავით თქვენი ამბავი ვუამბო თქვენს შემდგომ თავს თქვენ რომ მომიკითხოთ ეს სხვა ამბავია მაგრამ მე თვითონ თავს გახსენებთ რომ არსებობდა მეთქი და არა გეფერებით ხოლმე ვის სურათსაც ვნახავ ვცდილობ ხანდახან მე შეგეხმიანოთ მაგრამ მართლა გეფერებით მიყარხარ ეს ცხოვრება ისე არ არის რომ ყველაფერი ყოველ დღე ბედნიერი იყო ბედნიერების წუთები უნდა აგროვოთ ზუსტად ჩემი შვილი იტყვის ხოლმე რომ აბა დააკვირდიო რამდენია დატვირთული შრომით ხანდახან წუხარებითაც აბა მაგის გარშე რა გამოდის და აი ისეთი რა ბევრიაო და აი ბედნიერი ვარ რომ იტყვი ესეთი უფრო რა ცოტაო რა შეიძლება ბევრი ესეთი წუთები და თქვენ კარგი წუთები მე არა უშავთნია და გავიწყოთ ეგ არაფერი არ არის თქვენ გამახარეთ თქვენი შვილების ასი კარგით თქვენ რო კარგ შვილებს გაზდით ვიტყვი რომ მართლა კარგები ყოფილა მეთქი თქვენ და ბედნიერი ვიყავით იმათით კიდე თავის მთავარი ეგ არის და აი მე კიდე უბრალოდ რომ აი რომც არ ძალიან ბედნიერი ვარ ეხლა ახლა რომ გასაჩერშუსაც მაგალითად კიდე ერთხელ აუცილებლად რომ მივალ მადლობას ვეთქვა რომ გამგზავნე ჩვენგანაც გადაიღო ჩვენ ძალიან აი რა დღე მაჭე მაგის გული და ეს ბოტასე მეწერა შპარგალკა ბოტასე ყველაფერს ხომ მაგასაც ხო ნიჭიუდა კაცო მაგას მექსიკაში ოგიერთდა მექსიკა ბავშვებმა რომ პირიქი ეს ასულა მე დავიწყებ და ვინ გამომწევ და ხო ნიკა საჭმელი ჯარი ვინ არ ირმა ინგა ხათუნა ხათუნა
გიორგი ბაწაშვილი. გიორგი ბატაშვილი. კიდე გაიხსენეთ ვინ არა გამოსა. ხატია. ხატია ჯგუფში ნახე რომ დასინა. ვისა ხოლმე კარგი ნახება კიდე ვინ დასინული ქონდა ჯგუფში მინაწევი და მაგით მახსოვს რომ ჯგუფში არის. გიორგია მინდა რა დაწერით არის. მეგობარი და ახალი ნაცნობი მყავს ხო სამსახურში და აქეთ და იქეთ. მაგრამ აი ერთი წამით არ შევადარებ ამათ ხებთან რა. ანუ ყველა თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ესენი არიან სხვანაირად მიფასები. აი არ ვიცი. და იმდენად სხვანაირად ჩამოყალიბდა ეს სიყვარული, რომ ეს თუ ერთმანეთის მეჯვარე და ნათლიები ვარ. აი ერთად უნდა გინახავთ სტილი მეწვარ. ნათია, და მიმეჯვარე მე ვარ, ნატოს მეჯვარე, ხათოს მეჯვარე ვარ. მოմეც მეჯვარე. ნოდარი. ოთხი ადამიანი ვართ უკვე ეს ალბათ კი დარწმუნებულა რომ ზოგადად ქალად ყოფნა ძალიან რთულია. მართლა ვაღიარებ თქვენსინაცე და ვიტყვი რომ კი ქალად ყოფნა მართლა რთულია. ვერ გეტყვით ვერაფერს რომ ამის წარმოქმნა შემიძლია რომ ვიცი რა ქალად ყოფნა მე არაფერს არ ვყოფილი ვარ ქალი. ვიანი არასდროს არა. კაბა ხოგეცო. კაბა ხოგეცო ერთხელ კაბა. ხო შემოხვედი ჩვენს მდგომარეობაში ერთხელ. დაგლოცო. ყველა საკითხაო. ესეთი კარგები ესეთი ამადები ესეთი ჩვენიერები იყო ყოველთვის. თქვენს შეულებთან ერთად. თქვენს შვილებთან ერთად. და რა ვიცი, როგორი ბედნიერები იყავთ. შემოწეულები თუ შემომატებულები დღეგზე შემოსწრებულები. რო კაცი პროექტი რა მე ბედნიერი ხალი ვარ რო აი ეს ბედნიერი ხალხი ყოველთვის. ესე თქვენით. ცოტა დავიოთ რომ დაგჭირდება. აბა ქალები სადღეგზე, ой. ქალები სადღეგზე. აბა ეგ არის. არა, ისეთები ვართ ყველა. ასეები რა ჩვენ ცხოვრებაში შეიცვალა. აი, 16 წელი ძალიან დიდი როა. ვიზა. შვილები არ ყოდა და შვილები დაიბადნენ რა ისეთები გაიზარდნენ რომ მე მინდა აი ისე დაგლოცოთ
როგორც გიყურებთ 16 წლის წინ, მე მინდა ის ბავშვობა დაგილოცოთ. ეხლა ჩვენ ისე ვიქვართ დაბრუნებულები 16 წლის წინ, სადაც ვიყავით, რა პიროვნებებით ვიყავით, ისინი ვიყავით ამ კლასის კეითზე რა. შეიძლება სრულად განსხვავდებოდა ჩვენი ხასიათი, დღევანდელი ხასიათი, ჩვენ რეალური ხასიათთან რა. მაგრამ ახლა შევიკრიბეთ, თითქოს სულ ყველა იქ დავბრუნდით, სადაც ვიყავით 16 წლის წინ. იმ ხასიათში, იმ რა ყველაფერში დავბრუნდით და მე მინდა დაგვროთ აი იმ 16 წლის წინ, როგორი პატარა რეკრეს ადღეგრძელო თქვა. და ისეთი გოგო ბიჭები დაგლოცოთ რა და მიყვარხარ 16 წლის წინ როგორც მიყვარდით ჩემი კლასელები რო იყავით და პატივს აქცენტით იმ პატარა გოგო ბიჭებს. არა შეიძლება უფრო მეტადაც, მაგრამ აი ისე იყოს როგორც მიყვარდით მაშინ, ისე მიყვარხართ ეხლა. კლასელების შეკრება, ხო? 12B. აი, მე-12 კლასი, ხედა? ამას იმაზე ნაკლები ლაიქი ექნება, ვიდრე თქვენი ოჯახური გაცნობის თემას და მე ნახე შეიძლება. თავარი პოსტე 1700-ს ის რო გამოჩნდა, ის იმაზე მე ლაიქი ვქონდა. შენც ბლოგერი ხარ? იბა. რეკომენდაციად გაგიწევთ, გაგიზიარებთ, ჯგუფს გაგიზიარებთ. ყველა მეორე ნახევრებთან ერთად მართლა უნდა შეავსოთ. ეხლა ეს რო ჩემნაირი იყოს ვერ ძალიან ამისნაირი და მართლა ერთმანეთს ვავსებთ, ეგ არის მართლა მეორე ნახევრის პოვნა და დაგილოცავთ ვისაც ხავთ და ვისაც არ ხავთ, ამიტომაც არა პრობლემა. ეხლა მართლა მოგიყვე, ეს ხო ჯარში მსახურობდა ბაზაზე, ესე? ბაზაზე ხო მსახურობდა ეს და პიკაპით ჩაიქროლა 210-ით სიჩქარით. ამ თვლელი მეყენა დავითვალე და აი ესე მივაწყეოლე, მე ხი დაგეცეს ვინახარ. რამის გაგვიტანა რა გოგოები ვიდექით და მეც რაღაცა ჭრელი მაიკა ყვავილებიან და დაუნახე ვარ დამიმახსოვრა მომძებნა ოდნო კლასნიკებში. ხო და მომწერა ვიღაცა გიორგი მჭედრის ჟიგულის სურათები ედო გულწამი მეთქი ეს ვინა. რა უინტერესოა და ჟიგული, აი რო შევიდოდი ჟიგული და მე რო გავიცანი რა. ინტერესი გაუღო. ისეთი ზრდილობი, აი მართლა ოღონდ ხუმრობის გარშე, აი ზრდილობა ქონდა ძალიან, აი ბიჭები რო იგინებიან და გოგოებს რო ეგეთები მოსწონთ, ხო იცი რო იგინებიან. აი ისეთი ზრდილობი. აი როგორი თავდაბალია ხედა. და მართლა იქ თოხლიაურის ბაზაზე გავიცანი რა, იქ ჯარში რომ მსახურობდა, აი ესე მივაწყეოლე და მე მომწერა. შენ იყავი ეგო? კი ბატონო, მეც ვეთანხმები რომ ეს წევლა ასრულდა, ეს წევლა ართო და ამაზე დიდი მეხი. კარგი მეხი აღარ დაგეცეთ მო. ეხლა შენ მეხი შენ დაგცემიათ მო. ესეთი კარგი და ლამაზი. ეხლა შენ დაგცემე. მეც დამეცა მეხი დამეცა. ნახე როგორი მეხი ყავა. ეს მეხი ქალბატონია და კარგად ხავით, გენცვალე. ლამაზები ხართ, კარგები ხართ. დარწმუნებული ვარ ჩვენ ამ პატარა დიდ ოჯახში ბევრი ოჯახებია, რომელიც აი ესე ვავსებთ ერთმანეთს და ლამაზი ოჯახები გვაქვს შექმნილი. უბრალოდ აქ წარმოდგენილი ოჯახები ეხლა ესენი არიან თორე. მე მინდა ყველა ამათ გამოდობით, ყველა დაგილოცოთ ეს მეხდაცემის სიტუაციები რა. ზოგს მეხი დაეცა, ზოგს გველმა უკბინა, ზოგს რა თვალები დაუბრმავდა და ასე შემდეგ და მე ჩემი ისტორია მაქვს რა თქმა უნდა ჩემ მეუღლესთან და ჩვენი ისტორიით გაგვიმარჯვებს რომელიც ოჯახებს ქმნის რა. უგან მიხარია თქვენი დანახვა, თქვენი გახსენება, თქვენი ნახვა, ყველაფერი ძალიან მართლა მესიამონა. მართლა ვიყავი და მე ესე ვთვლი უბრალოდ და რა შეიძლება არ ყოფილი ვარ, უბრალოდ მე ესე ვთვლი რომ მართლა ვიყავით ის განსხვავებული კლასი განსხვავებული აი შეიძლება თარიღ დრო მოუწია და მაგიტო ვიყავით არ ვიცი ახლა ჩვენ ვიყავით განსაკუთრებული მე იმას ვერ ვიტყვი მაგრამ რა ესე მახსოვს და ესე გამოვიდა რომ აი არ ვიცი თვითონ ყველას ჰქონდა განსხვავებული ურთიერთობა ერთმანეთთან რაღაცა უფრო შეულებრივი შეულებრივი და ესე ლამაზად მოვედით დღევანდელი დღემდე ნატო ალა ვერდი შენთან ჯარიმადალები ხოდა ჩვენ გავდივართ ამ სიტყვის გამოდებას გავმართოს და სიყვარულს გავმართოს და ჩვენ შეგრებას გავმართოს
ხო და ალავერდი ჩემთან არის და მინდა რომ ყველას დიდი მადლობა მოგახსენოთ სათითაოდ ყველას მობრძანებისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ეს პასუხისმგებლობა რომ ეს ყველა ჩვენ ერთად ყოფილიყავით დღეს და ესეთ თბილა და კარგად ჩაგვეტარებინა ეს დღე და ძალიან მიყვარხართ კიდევ ერთხელ გეუბნებით ამას. იმედი მაქვს ძალიან დიდი რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით. ანუ ახლო მომავალში თუ არა ერთხელ არა რამდენჯერმე და რაც უფრო დრო გავა მით უფრო გავიხსენებთ ხოლმე დღევანდელ დღესაც ისევე როგორც გავიხსენეთ ჩვენი ბავშვობა. და ძალიან დიდი მადლობა ყველას და რა ვიცი მიყვარხართ ღმერთმა დაგლოცოთ ყველას. ერთხელ პროვაჯეში კრებას ნატო შემდეგი ჩამოსვლა როდესაც როგორ დაგიგმო კლასიკები მე ყოველ წელიწადში ორჯერ აქვარ. სულ ეს იყო მშვენიერი საღამოსთვის და მართალია გულდაწყვეტილები, მაგრამ ძალიან ბედნიერები დავიშალეთ იმ იმედით, რომ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს მომავალში.